უდაბნოს ხელქვიშებში, სადაც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ ქარიშხლები დაქროდნენ და მომთაბარე ტომები ვაჭრობით, მარგალიტის მოპოვებით და მესაქონლეობით ცხოვრობდნენ, მე-20 საუკუნის დასაწყისში კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა მოხდა. ეს იყო ნავთობი, შავი ოქრო, რომელიც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სრულიად შეცვლიდა რეგიონის ბედს და მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად აქცევდა. არაბეთის ნახევარკუნძული და ახლო აღმოსავლეთის საუკუნეების განმავლობაში არსებობდა როგორც გეოგრაფიული სივრცე, რომელსაც ჰქონდა სტრატეგიული მდებარეობა, მაგრამ ეკონომიკურად ღარიბი იყო. აქაური ტომები არ ქმნიდნენ ძლიერ სახელმწიფოებს. მათთვის მთავარ ღირებულობას წარმოადგენდა სავაჭრო გზების კონტროლი, საკვების მოპოვება და რელიგიური ცენტრები, როგორიცაა მექა და მედინა. მე-19 საუკუნის დასასრულამდე დასავლელი მოგზაურებისა და მკვლევრებისთვის ეს მიწები უფრო მეტად ეგზოტიკური სურათი იყო, ვიდრე ეკონომიკური. სწორედ ასე დროს არაბეთის ქვიშის დიუნებიდან ნავთობმა იჭქება. ყველაფერი შეიცვალა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკა სულ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული ნავთობზე. ორთქმავალები, მანქანები, სამხედრო ხომალდები და მოგვიანებით თვითმფრინავები საჭიროებდნენ დიდი რაოდენობით საწყობს, ხოლო ევროპასა და ამერიკაში არსებული საბადოები სწრაფად იცვლებოდა. სწორედ ამ კონტექსტში გახდნენ ახლო აღმოსავლეთის უდაბნოები ინტერესის საგანი. დასავლური კომპანიები, ჯერ ბრიტანული და შემდეგ ამერიკული, იწყებენ კვლევებს სპარსეთში, ბაჰრეინში, ქუვეითში და საუდის არაბეთში. მათთვის ეს რეგიონი იყო მომავალი ენერგეტიკული ძალაუფლების გასახები, ხოლო ადგილობრივი ტომებისთვის შესაძლებლობა, რომლითაც ისინი საუკუნოვანი სიღარიბიდან ამოვიდოდნენ. ნავთობის აღმოჩენა არაბულ ქვეყნებში არა მხოლოდ ეკონომიკური მოვლენა იყო, არამედ გარდატეხის წერტილი მთელი რეგიონის ისტორიაში. ეს იყო მომენტი, როდესაც პატარა სოფლები, ტროიანი ბაზრები და უბრალო კარები რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გადაიქცა თანამედროვე მეგაპოლისებად, სათაბჯენებად და ფუფუნებად. ნავთობმა აქაურობას მისცა ძალა, რომელიც უძველესი დროიდან არც ერთ მმართველს არ ჰქონია, მაგრამ ამავე დროს ის გახდა დაპირისპირებების, უსხოლთა ჩარევის, ომების და გლობალური ენერგეტიკული კრიზისების წყარო. ყველაფერი კი ასე დაიწყო. პირველი სიგნალი იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთის უდაბნოები შეიძლება დაუსრულებელ ენერგეტიკულ სიმდიდრეს მალავდნენ, 1908 წელს გაჩნდა. იმ წელს სპარსეთში, მასჯიდ სოლეიმანის მახლობლად, ინგლისურმა და სპარსულმა ნავთობის კომპანიამ იპოვა ნავთობის მსხვილი საბადო. ეს აღმოჩენა შემთხვევითი არ ყოფილა. ბრიტანეთს ამ დროს სჭირდებოდა საწვავის ალტერნატივა, რადგან იმპერიის სამხედრო და საზღვაო ძალა სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდებოდა ნავთობზე. მაშინდელი ინგლისის სამეფო ფლოტის ადმირალი უინსტონ ჩერჩილი თავად იყო ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ნავთობზე გადასვლისა, რადგან ეს საწვავი ბევრად უფრო ეფექტიანი იყო ქვანახშირთან შედარებით. სპარსეთში ნავთობის აღმოჩენა გახდა დასტური, რომ რეგიონში შეიძლებოდა კოლოსალური ენერგორესურსების არსებობა და ამან ევროპელებსა და ამერიკელებს დაუნდობელი შეჯიბრისკენ უდიწყა. მალე ყურადღება გადაიტანეს სპარსეთის ყურის მცირე ტერიტორიებზე. 1932 წელს ბაჰრეინში ამერიკულმა სტანდარტ ოილ ოფ კალიფორნიამ, შემდგომში შევრონმა, მოიპოვა პირველი მსხვილი საბადო, რამაც დაადასტურა, რომ ეს უდაბნო სული მართლაც შავი ოქროს მიწა იყო. ერთი წლის შემდეგ უკვე ქუვეითში მიმდინარეობდა აქტიური კვლევები, ხოლო 1938 წელს საუდის არაბეთში დამრამის რეგიონში კომპანია არამკომ აღმოაჩინა უზარმაზარი ნავთობის საბადო, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს წყაროდ იქცა. ეს აღმოჩენა იქცა გარდატეხის წერტილად, არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. საინტერესოა, რომ იმ პერიოდში საუდის არაბეთი ჯერ კიდევ ღარიბი და ჩამორჩენილი ქვეყანა იყო. მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობდა სოფლებში, ძირითადად მესაქონლეობითა და ხელსაქმით იყვნენ დაკავებულები. 1930-იან წლებში ქვეყნის შემოსავალი თითქმის მთლიანად ეფუძნებოდა მექაში და მედინაში მომლოცველობის მიერ დატოვებულ ფულს. ნავთობის აღმოჩენამდე კი მეფე აბდულაზიზ იბნ საუდი იძულებული იყო ხშირად ევროპიდან სესხებით დაფინანსებულიყო, მაგრამ დამრამის საბადოების აღმოჩენამ ყველაფერი შეცვალა. საუდის არაბეთი ძალიან მალე იქცა გლობალური ენერგეტიკის ცენტრად, ხოლო მისი მმართველი დინასტია მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ გავლენიან ძალად. ამავე პერიოდში ქუვეითში აღმოჩენილმა საბადოებმა ეს პატარა ქალაქი პორტი
რომელიც ოდესღაც საუკუნეების განმავლობაში მარგალიტის მოპოვებით ირჩენდა თავს, მალე გადაიქცა ერთ-ერთ უმდიდრეს სახელმწიფოდ. 1940-იან წლებში ნავთობის წარმოება უკვე ფართომასშტაბიანი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომი გარკვეულწილად აფერხებდა ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას, ომის დასრულების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა განაახლეს მასიური ინვესტიციები ამ რეგიონში. ნავთობი კი იქცა იმ საწოვად, რომელმაც ომის შემდგომი მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა და ინდუსტრიალიზაცია შესაძლებელი გახადა. სწორედ ამ პროცესში დაუკავშირდა ახლო აღმოსავლეთი დასავლეთის ეკონომიკას და მისი პოლიტიკაც ისეთი ფორმით წარიმართა, როგორიც მანამდე არასდროს ყოფილა. 1950-იანი წლებისთვის არაბულ ქვეყნებში ნავთობიდან მიღებული მოგება უკვე მილიარდებს აღწევდა. ეს თანხები იქცა სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად წყაროდ და შესაძლებელია მის ადგილობრივ მონარქებსა და ელიტას, რომ რამდენიმე ათწლეულში თავიანთი ქვეყნები ჩამორჩენილი სოფლის მეურნეობის რეგიონებიდან თანამედროვე სახელმწიფოდ გადაექციათ. ქუვეითში, რომელიც 1930-იან წლებში ღარიბი და პატარა პორტი იყო, ნავთობის ექსპორტმა მოსახლეობის ცხოვრების დონე რადიკალურად შეცვალა. 1960-იან წლებში ქუვეითი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყნად მსოფლიოში ერთსულ მოსახლეზე შემოსავლით. ბიუჯეტში ნავთობის მიერ მოტანილმა უზარმაზარმა თანხებმა სახელმწიფოს საშუალება მისცა შეექმნა განათლების და ჯანდაცვის უფასო სისტემა. დაეფინანსებოდა მასიური ურბანიზაცია და გაემართა თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ქუვეითის მაგალითი მალე გავრცელდა სხვა არაბულ მონარქიებსაც. საუდის არაბეთში ნავთობმა პრაქტიკულად მყისიერად შეცვალა ქვეყნის სტრუქტურა. მეფე აბდულაზიზმა და მისმა მემკვიდრეებმა უზარმაზარი შემოსავლები გამოიყენეს, როგორც პოლიტიკური კონტროლის გასამყარებლად, ასევე რელიგიური და სოციალური წესრიგის შესანარჩუნებლად. ნავთობის ფული მიდიოდა ახალი გზების, ქალაქების, სკოლების და სასწავლებლების აშენებაზე. რიადი, რომელიც ოდესღაც უბრალო უდაბნოს ქალაქი იყო, 70-იან წლებში უკვე სწრაფად ვითარდებოდა, როგორც მმართველი დინასტიის ახალი ცენტრი. განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ტრანსფორმაცია სპარსეთის ყურის პატარა ემირატებში, განსაკუთრებით კატარში და დუბაიში. ეს უკანასკნელი აქამდე პატარა საბაჟო პორტი იყო, სადაც მოსახლეობა ძირითადად თევზაობით და მარგალიტის მოპოვებით ცხოვრობდა. 70-იანი წლებიდან ნავთობის ექსპორტის წყალობით იგი გადაიქცა მეგაპოლისად, რომელსაც დღეს მსოფლიო ბიზნესის და ტურიზმის ცენტრად აღიქვამს. ამ გარდატეხამ ყველაზე მეტად შეცვალა ჩვეულებრივი მოსახლეობის ცხოვრება. აი ეს მომთაბარე ბედუინები, რომლებიც თაობების განმავლობაში უდაბნოს ხელქვიშებში ცხოვრობდნენ და აქლემებით გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იქცნენ ქვეყნის და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანებად, რომლებსაც უფასო განათლება, ჯანდაცვა და სახელმწიფო დახმარებას ჰქონდათ გარანტირებული. არაბული ქვეყნებისთვის ნავთობი კი გახდა სოციალური კონტრაქტის საფუძველი მოსახლეობისადმი. მთავრობა ანიჭებდა ხალხს სუბსიდიებს, აძლევდა სამუშაო ადგილებს სახელმწიფო სექტორში და აგრეთვე ფუფუნების ელემენტებსაც. სანაცვლოდ კი მმართველ დინასტიებს ერთგულებას და პოლიტიკურ სტაბილურობას თხოვდნენ. ეს საკმაოდ ბუნებრივი მოთხოვნილებაც იყო. ნავთობის სიმდიდრემ არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ კულტურული ცვლილებებიც მოიტანა. გაჩნდა ახალი სოციალური ფენები. თუმცა ეს სწრაფი სიმდიდრე ერთგვარი მახეც აღმოჩნდა. არაბული ქვეყნები სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდებოდნენ ნავთობზე, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის 90% მხოლოდ ნავთობიდან მიღებული შემოსავლით ივსებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თითეული კრიზისი ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ავტომატურად იწევდა შიდა ეკონომიკურ პრობლემებს. გარდა ამისა, ნავთობის სიმდიდრემ ხელი შეუწყო დიქტატორული მონარქიების გაძლიერებას, რადგან მმართველები საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად სწორედ ამ სიმდიდრეს იღენებდნენ. 50-იანი და 60-იანი წლები იქცა პერიოდად, როდესაც აღმოსავლეთის უდაბნოებმა მართლაც შეიძინა სრული ახალი იდენტობა. თუ აქამდე ეს რეგიონი დასავლეთისთვის იყო მხოლოდ სავაჭრო გზების კვანძი და რელიგიური ცენტრების სამყოფელი, ახლა ეს ადგილი იქცა გლობალური ეკონომიკის მართლაც გულად. ნავთობი იყო ის ძალა, რომელმაც არაბულ ქვეყნებს მისცა საშუალება რამდენიმე ათწლეულში ეპოქალური ნაბიჯები გადაედგათ სიღარიბიდან ულტრათანამედროვე ცივილიზაციამდე. 70-იანი წლები კი უფრო ახალი ეპოქა იყო, როდესაც არაბულმა ქვეყნებმა გააცნობიერეს, რომ ნავთობი მხოლოდ ეკონომიკური სიმდიდრის წყარო კი არა, არამედ
პოლიტიკური იარაღით შეიძლებოდა ყოფილიყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი მსოფლიო ენერგეტიკა უკვე თითქმის მთლიანად დამოკიდებული გახდა ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე. ევროპისა და ამერიკის უმეტეს ქვეყნებში საწოვის მოხმარება ყოველწლიურად იზრდებოდა, ხოლო ალტერნატიული წყაროები საკმარისი არ იყო. ეს გარემოება უკვე კარგად გამოიყენეს არაბულმა ნავთობით მდიდარმა სახელმწიფოებმა. 1960 წელს შეიქმნა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია. თავდაპირველად მასში შედიოდნენ ირანი, ერაყი, ქუვეითი, საუდის არაბეთი და ვენესუელა. ორგანიზაციის მიზანი იყო ნავთობის ბაზარზე ერთიანი პოლიტიკის წარმოება, ფასების კონტროლი და დასავლური ნავთობკომპანიების გავლენის შემცირება. ეს ნაბიჯი უკვე მაშინ აშკარად მიუთითებდა, რომ ნავთობი მხოლოდ ეკონომიკური საქონელი აღარ იყო. ნავთობის იარაღად ქცევის ყველაზე დრამატული მაგალითი მოხდა 1973 წელს, როცა ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის იომ კიპურის ომი დაიწყო. საუდის არაბეთმა და ორგანიზაციის სხვა წევრებმა გადაწყვიტეს ნავთობის ექსპორტის შეზღუდვა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ისრაელს ხარს უჭერდნენ, მათ შორის ამერიკასა და ევროპის ბევრ სახელმწიფოს. შედეგად მსოფლიოს ბაზარზე ნავთობის ფასმა რამდენიმე თვეში 4-ჯერ მოიმატა. ეს კრიზისი გარდამტეხი იყო ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში მან მსოფლიო საჩვენა, რომ არაბულ ქვეყნებს შეუძლიათ ნავთობით იმგვარი ზეწოლა მოახდინონ, რომ დასავლეთის პოლიტიკა შესვალონ. მეორე მხრივ კი არაბული სახელმწიფოებისთვის ეს იყო მაგალითი იმისა, რომ ნავთობი არ არის მხოლოდ სიმდიდრე, არამედ პოლიტიკურ ასპარეზზე მათი მთავარი ძალა. ამ ორგანიზაციის მიერ ფასების ხელოვნურად მართვა 1970-იან წლებში ნავთობის შემოსავლების წარმოუდგენელ მასშტაბამდე გაზარდა. საუდის არაბეთში, ქუვეითში და სხვა ქვეყნებში სახელმწიფო ბიუჯეტები ათეულობით მილიარდ დოლარს აღწევდა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ისეთი მეგაპროექტების განხორციელება, რომელმაც უდაბნოებში ქალაქების სურათი სამუდამოდ შეცვალა. ამავე პერიოდში დასავლეთის ქვეყნებში დაიწყო მცდელობა, რომ ნავთობზე დამოკიდებულება შეემცირებინათ. უდაბნოდან ცათამბჯენებამდე. ეს არის ყველაზე სუსტი ფორმულა, რომელიც ასახავს არაბული ქვეყნების ტრანსფორმაციას ნავთობის ეპოქაში. თუ მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუვეითი, საუდის არაბეთი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი მხოლოდ ღარიბი პორტები ან მომთაბარე ტომების მიწები იყო, საუკუნის ბოლოს ისინი უკვე იქცნენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და მდიდრული ცხოვრების სიმბოლოდ. დუბაი, რომელიც ოდესღაც თევზჭერითა და მარგალიტით ირჩენდა თავს, ნავთობის შემოსავლებით გადაექცა მეგაპოლისად, სადაც ცათამბჯენები უდაბნოს შუაგულში ციდან ჩამოსული მარილივით ამოიზარდა. ქალაქში გაჩნდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრები, საოფისე კომპლექსები, ტურისტული ზონები და სამგზავრო ავიახაზები, რომლებიც მთელ მსოფლიოს აკავშირებდნენ. მსგავსი ტრანსფორმაცია მოხდა აბუ-დაბიში და დოჰაშიც, რომლებიც რამდენიმე ათწლეულში გახდნენ არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ გლობალური ფინანსური და ბიზნეს ცენტრები. საუდის არაბეთში ნავთობმა მეფეებისა და სამეფო ოჯახის ძალაუფლება თითქმის შეურყევლად აქცია. ფუფუნება, უდიდესი მეჩეთები, უნივერსიტეტები და ინფრასტრუქტურული პროექტები სწორედ ნავთობის ფულით აშენდა. დასავლეთის ქვეყნების ინტერესებმა ხშირად მოიტანა სამხედრო ჩარევა და ომები. მაგალითად 90-91 წლებში ქუვეითის ომი, როდესაც ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი შეიჭრა მეზობელ სახელმწიფოში, რათა კონტროლი მოეპოვებინა მის ნავთობ რესურსებზე. ასევე მუდმივი იყო დაპირისპირება ირანსა და საუდის არაბეთს შორის, რაც ნაწილობრივ ნავთობის გეოპოლიტიკურ გავლენას უკავშირდებოდა. დღეს ეს ქვეყნები დგანან ახალი გამოწვევის წინაშე. მსოფლიო ნელ-ნელა გადადის ალტერნატიულ ენერგიებზე, ხოლო ნავთობის ოქროს ეპოქა შესაძლოა დასასრულისკენ მიდიოდეს. სწორედ ამიტომ არაბული მონარქიები ბოლო წლებში ცდილობენ ეკონომიკის დივერსიფიკაციას. საუდის არაბეთში არის Vision 2030, ანუ ხედვა 2030-ისთვის. ეს პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყნის განვითარებას ტურიზმის, ტექნოლოგიების და ინვესტიციების მიმართულებით. დუბაი და აბუ-დაბი კი უკვე დიდი ხანია ცდილობენ ნავთობის შემოსავლების მიღმა, ბიზნესისა და ტურიზმის განვითარებას. მაგრამ ერთი რამ ნართლაც უდავოა. ნავთობმა სამუდამოდ შეცვალა ახლო აღმოსავლეთის ისტორია. მან აქაურ ქვეყნებს მისცა შესაძლებლობა, რომ უდაბნოს ქვიშიდან შეექმნათ ცათამბჯენებით სავსე მეგაპოლისები, ფუფუნებით გარშემორტყმული საზოგადოებები და მსოფლიო პოლიტიკაში შეეცვალათ ძალთა თანაფარდობა. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ გადაიქცა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონი პლანეტაზე მსოფლიო ენერგეტიკის გულად და გლობალური გადაწყვეტილებების ერთ-ერთ მთავარ განსაზღვრელად.
ამით ეს ჩანაწერი დასრულდა, მალულ მოსმენისთვის გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ მორიგ საინტერესო ჩანაწერებს.